მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, მე ნანუკა გულუა ვარ და რა თქმა უნდა თემატურად ფანტასტიკური სტუმარი მყავს თქვენთვის სტუდიაში, რომელიც არაჩვეულებრივ რჩევებს მოგცემს, როგორც ქალბატონებს, ასე ბატონებს, ამიტომ სასწრაფოდ გაგაცნობთ, რომ დრო არ დავკარგოთ. ეკა სხილაძე, ექიმ კოსმეტოლოგი, დერმატოლოგი, ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს თქვენთან და ძალიან სწორ და კარგ რჩევებს მივიღებ. პირველ რიგში ეკა მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს მსმენელს ვუთხრათ მოუყვეთ, ვიმძანდებით, საიდან დაიწყეთ თქვენი კარიერა, თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირიქით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მსმენელებს შემიძლია გაუზიარო ჩემი გამოცდილება და ხედვა. მე ვარ ეკა სხილაძე, როგორც აღნიშნეთ, კოსმეტოლოგი, დერმატოლოგი. დავამთავრე სელამაზად გამოიყურებით. მადლობა. არაფერ არ შემიძლია ხა ვინც არ ვიყურებ და გვისმენს, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მიდიხარ განსაკუთრებით კოსმეტოლოგთან, პირდაპირ აკვირდები, რომ აი აბა თვითონ როგორ აქვს ეგ ყველაფერი მოვლილი და აი თქვენთან აი პირდაპირ დავწვებოდი ესე თვალდახუჭული. მადლობთ. აგრეთვე მაქვს ბრანკო ბაბიჩის აკადემია დამთავრებული. და ვარ წარმომადგენელი ერთადერთი საქართველოში. ოჰო. 2025 წლიდან, ანუ საქართველოში დავფუძდი იმის შემდეგ 25 წლის 5 აპრილს გავხსენი, ანუ ჩემი ტაკა ესთეტიკ სტუდიო. შევიძინე Endimet Pro-ს პლატფორმის აპარატი. ეხლა ყველაფერი უნდა გამოკითხოთ. ეგ არის ვისაც არ უყვარს ინექციები, ხო? აი მაგათთვის იდეალური ინვაზიური და არაინვაზიურით. Endimet Pro-ს აქვს 5 გამორჩეული თავაკი. 5-ვე ერთმანეთზე უკეთესია. დავიწყოთ რა, გაგვაცანით, ეხლა რასაკეთებს ეს ჯადოსნური აპარატი? ეს ჯადოსნური აპარატი შემიძლია ვთქვა, რომ აკეთებს მართლა ყველაფერს. ვისაც ეშინია ინექციების და არ უყვარს ინექციები, ძალიან ბევრია ისეთი პაციენტები, რომლებსაც საერთოდ ინექციები არ გაუკეთებია. მაგათთვის არის ხელმისაწვდომით და ძალიანაც კარგი. არის არაინვაზიური, ეს არის RF mini shaper-ი, რომელიც კანის ლიფტინგს გამოიწვევს, კონტურების გამოყოფას. აგრეთვე აქვს ამას iFine-ის თავაკი, რომელიც თვალები, ქუთი თვეები, ეს ყველაზე რთული არის. ცხვირტუჩის ნაოჭები, დიახ, ტუჩ ზედა და ქვედა ადგილების, სადაც mini shaper-ი მიუწვდომელია, აქ iFine-ს ვიხმარებთ ჩვენ. უფრო წვრილი თავაკი აქვს, ხო, ლოგიკურად რომ მივხვდი. 4-5 პროცედურაზე, ანუ კურსის ჩატარებაზე ბლეფაროპლასტიკას ცვლის, ჩვეულებრივად. ანუ შედეგები უკვე თვალნათლივ გაქვთ, ხო? რა თქმა უნდა, ვისაც არ უნდა ქირურგიული ჩარევა, შეგვიძლია შემოვთავაზოთ ჩვენთან მობრძანება და ამ პროცედურების ჩატარება. ეკა ექიმო, ბლეფაროპლასტიკა არის თვალებს ქვემოთ რო შეშუპება გაქვს, ზემოდან გადმოდებული ქუთუთოები. ზემოდან და ქვემოდან აი ეს ქუთუთოები, ხო ეს არის? აი ჩემს მეუღლეს აქვს გაკეთებული და 20 წელი პირდაპირ დაუკარგა, როგორც კი გააკეთა ეს. რა თქმა უნდა. და მე მეშინია. ზუსტად იმ დონეზე არ ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც არ უნდა ქირურგიული ჩარევა, აი ჩვეულებრივად ცვლის ვეძახით, იმიტომ რომ ძალიან დიდი შედეგი აქვს და განსხვავება. რა მაგარია. მაგრამ ეხა ალბათ ჩვენი მსმენელი ხო იცით, ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი ინოვაციების მიმართ და ალბათ ბევრი შეკითხვა გაუჩნდება. გააჩნია ნაოჭის სიღრმავეს, ასაკს თუ არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე აქვს ეფექტი და შედეგი. არ აქვს. ამ თვითონ ასაკებს აქვს ზუსტად ის განსხვავება. ერთმანეთში თავაკებს, რომ არის წვრილ ნაოჭებისთვის iFine-ი უფრო და mini shaper-ი უფრო ღრმა ნაოჭების დასამუშავებლად. ესე იგი ასაკობრივი რაღაცა შეზღუდვები არ აქვს. აგრეთვე გვაქვს ინვაზიური, ამას მოყვება პლატფორმაზე ინვაზიური თავაკებიც. ეს რას ნიშნავს? ეს მიკრონედელინგი და რადიოსიხშირე ერთად არის ამაში შერწყმული. ეს რას აკეთებს? ესეც ალბათ ლიფტინგის ეფექტს? ლიფტინგს რა თქმა უნდა, ეს არის პოსტაკნეს ნაწიბურები, სტრიები. აფერმგრთალებს ეკა ამ სტრიებს მართლა რეალურია ეს ყველაფერი? რეალურია ეს ყველაფერი.
აი გამოცდილებით რო ვილაპარაკოთ ეგ, აი თქვენი კი, ერთი წლის განმავლობაში უკვე ერთი წელია ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ერთი წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თქვენ თქვით ეკა რომ კურსი 5 პროცედურისგან შედგება, ხო? გააჩნია 4-6, ანუ რას ვაკეთებთ იმის მიხედვითაა. ჯერ უნდა დაათვალიეროთ. ეხლა ინვაზიურს 2 პროცედურა უნდა. თვითონ თავაკი არის 10 იმპულსისგან. ეს თითოეულ პიროვნებას ინდივიდუალური თავაკია და თითოეულ პიროვნებას ორ გაკეთებაზე ყოფნის. და შედეგი რამდენ ხანში დგება ეგ? შედეგი უცებ ხდება. ადამიანი უკვე პაციენტი რო წამოდგება, უხილავ შედეგს, ანუ თვითონვე იმ წამსვე დაინახავს. უბრალოდ ეს არის, რა თქმა უნდა, ზოლუშკას ეფექტს ვეძახი ამას მე. გადაჭიმული კანი, სასიამოვნო და თვითონაც სარკეში რო ჩაიხედავს, იტყვის, ვაიმე, რა მაგარი შედეგი მაქვს, მაგრამ ვეუბნები დამშვიდდი. რამოდენიმე დღეში უკეთესი შედეგი გექნება. 15 დღეში არის მაქსიმალური შედეგი, რა თქმა უნდა. და ისევ ხაზს გაუსმევ იმას, რომ არაქირურგიული ჩარევით ხდება ეს ყველაფერი. ეგ ალბათ ეხა ჩვენ გვისმენს მსმენელი, ვისაც აქვს ინექციები გაკეთებული, ზოგს ადრე, ზოგს ახლახან. აი ინექცია საერთოდ არ უნდა გქონდეს კანზე გაკეთებული. არა, ამ აპარატამდე, რა თქმა უნდა, კანი უნდა იყოს მომზადებული. კანი როცა არის დატენიანებული და მომზადებული, გვაქვს საუკეთესო შედეგი. ამითაც ვახცევთ ჩვენ საუკეთესო შედეგს, მაგრამ განსხვავებას ვხედავთ იმაში, ვისაც უტენიანებთ, ვამზადებთ კანს ამისთვის, რომ გაუკეთოთ ინვაზიური ეს მიკრონედლინგი და ვისაც არ აქვს საერთოდ გაკეთებული, განსხვავება არის, რა თქმა უნდა. განსხვავება არის, ხო? მაგრამ მაინც გადასარევი შედეგია. თავისთავად ხა თუ ამბობთ რომ უკვე ამხელა გამოცდილება გაგდათანიდანად ვახმართ ეგზასომები, ანუ ვის რა პრობლემა აქვს, პოსტაკნე არის, ლაქები არის, აღიავებს ლაქებს, ეს სტრიები, რა თქმა უნდა, უშვებული კანი, ეს ანუ ტანზეც აქვს ერთ-ერთი თავაკი, რომელიც ტანზეც მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს არის 2026 წლის თავაკი ვაკუუმ კონტური, რომელიც არის სულ ახლახან მიღებული და გვაქვს მხოლოდ ჩვენ საქართველოში. ღმერთო ჩემო, რა კარგად მოხვედით ჩვენთან. მითხარით რა არის ვაკუუმ კონტური, რა კარგად აი კონტურების, აი თვითონ ვაკუუმ კონტური გვეუბნება იმას, რომ კონტური, რომელიც ჩვენ ძერწავთ ტანის ფორმას. რომელიც არის ანუ ვურჩევ ვისაც აწუხებს თეძოები, დაგროვილი ცხიმები, ცელულიტი, რა თქმა უნდა. აი რაღაცა ზონა შეიძლება, აი ზოგს შეიძლება ფეხები ძალიან გამხდარი აქვს და მუცელიდია. კი, რა თქმა უნდა, ზონების მიხედვითაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო უნდა თითო პროცედურას. არის უკომფორტულესი ადამიანი, აი პაციენტს რო ვეკითხებით რას გძნობთ, აი უმრავლესობა გპასუხობს, აი ვითომ გამთვარ მასაჟს მიკეთებენო. ზოგს ეძინება ამ პროცედურას, ძალიან სასიამოვნო პროცედურა. სახეზეც მათ შორის ყველა სასიამოვნო პროცედურა არის. ყველა სასიამოვნო პროცედურაა. თვითონ მინიში არაინვაზიური ანესტეზიის გარეშე ტარდება, რა თქმა უნდა, და ახლა ინვაზიურს გაყუჩება უნდა. მე პირადად გაყუჩების გარეშე მაქვს გაკეთებული და ყავს რამოდენიმე პაციენტი, რომელიც იძახის, რომ გაყუჩება არ მინდა. და ვაკეთებთ ჩვეულებრივად. ანუ ასატანი არის, ასატანია, კი. კარგი, ტანზე რო გადავიდეთ, საფხული მოდის, ეხა ეს რაღაცა ჯადოსნური აპარატი, ესე ქალების ოცნებას დავარქმევ, შემოვიდა ბაზარზე და ინოვაცია არის, ამიტომ რაღაცნაირად დეტალურად მინდა წარმოვიდგინო. ესე იგი, თუ მოვდივარ მე და თელს ხეულზე მინდა ამის გაკეთება, არის ეს შესაძლებელი თუ დროში უნდა გადანაწილდეს, იმდენად ხანგრძლივად ჭირდება ერთ მონაკვეთს? არა, კვირაში ერთხელ კეთდება, შეგიძლიათ ანუ საშუალებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული, შეგიძლიათ მთლიანი ტანი ერთ დღეს გაიკეთოთ. უბრალოდ 7 დღეზე ადრე პაციენტს არ ვიბარებთ. პირველ რიგში ფასდება ექიმი აფასებს, რა ჭირდება, ისი გაკეთება უნდა. ნუ იზომება, რა თქმა უნდა, ანუ სანტიმეტრებში ძალიან კარგი კლება გვაქვს. ცელულიტზე გადასარევი, ანუ და მიხედვით ძალიან სუსტი გოგოებიც მოდის. აი რო შეხედავ და იტყვი, აი შენ რა გინდა, მაგრამ ის იმდენი ცელულიტი აქვს და ისეთ მაგარ შედეგს დებს. დუნდულოებზე კეთდება.
მუცელზე გვერდები გამოყვავს ძალიან ლამაზი, ხელები, მუხლები, წვივებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მთელ ზონას ფარავს, ხო, ყველგან. ყველაფერს, კი, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი არის ეს ყველაფერი. ეკა, თქვენ სახის პროცედურებზე ძალიან ესე ხაზგასმით გითხარით, რამდენი პროცედურა არის იდეალური შედეგისთვის საჭირო და აი ტანის შემთხვევაში თუ არსებობს აი ესეთი რაღაცა გაწერილი მინიმუმ 6 პროცედურა და ვისაც კლება მიდის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ოპერაციის მერე იკლებს წონაში 6-დან 8 პროცედურას ვეუბნებით. კუჭის ოპერაციას გულისხმობთ, სადაც სწრაფად ხდება, ხო, გახდომა? აი ამ მოშვებული კანი ახსენეთ თქვენ და აი მაშინ დგება ზუსტად ეს პრობლემა და აფერხებს ამ პროცესს. კოლაგენ ელასტიურობას გამოსცემს, ანუ ეს სიხშირე, რაც შედის შიგნით, ეს ახდენს ამას ყველაფერს. და ლიმფასთან დაკავშირებით ლიმფოდრინაჟი არის. არის ხო? რა თქმა უნდა. აი თქვენ ხა ისე ახსერეთ ვაკუუმი აკეთებს ამას ყველაფერს. მართლა ხო? აი ლიმფოდრენაჟისთვის იდეალური იქნება მეც რაღაც ცოტა ეს ორივე ერთადაა შერწყმული რა. ანუ ეს რადიოსიხშირე და ვაკუუმი რაც დრენაჟ გამოიწვევს და ეს გახურება ორგანიზმის რაც უკვე კოლაგენ სტიმულირებას იწვევს ორგანიზმში. კანი მკვრივი ხდება ლიფტინგი, აი ჩვენ ვაკეთებთ როგორ იცი, ნუ პირველად როცა მოდის ადამიანი სახეზეც მასე და ტანზეც ერთ მხარეს დავამუშავებ, წამოვაყენებ, სარკეში ჩავახედებთ და განსხვავებას ვანახებ. მათ შორის ტანზეც ეკა. ტანზეც ვიძახით. ეს არის აი რო დაჯდება, რო იოცნებო ადამიანმა, რო აი რა მჭირდება, აი ესეთი აპარატის მოფიქრება მჭირდება, აი რაღაცა უცნებას ყვებით თითქოს რა. აი უკვე მართლა ისეთი კარგი ესთეტიკური აპარატები არსებობს და ისეთი თაობის რომ აი თან ხაზი მინდა გაუსვა რომ ყველა სეზონზე ყველა თავაკი ყველა სეზონზე ჩვენთან მიღებულია ანუ კეთდება არანაირი შეზღუდვა არ აქვს საფხულში არ აქვს შეზღუდვა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ანუ აქედან რუჯზე არ წახვიდე იქ არ წახვიდე აქ არ წახვიდე ესეთი შეზღუდვები არ აქვს აპარატს ძალიან მოკლედ რუჯზე არ წახვიდე იმ დღეს აქვს შეზღუდვა იმიტომ რომ ვახურებთ ორგანიზმი მიყვავს 51 გრადუსის ტემპერატურამდე და მაგიტო იმ საღამოს უგზავნოთ უბრალოდ საუნაში, აუზში და არ წავიდეს დასაზაკრად, თორემ მეორე დღიდან ჩვეულებრივად უბრუნდება თავის ცხოვრებას. აუ რა კარგია. კარგით, ეკა ერთი შეკითხვა დამრჩა რომ რაღაცნაირად ამოვწუროთ ამ ჯადოსნური აპარატის და მე უკვე სხვა შეკითხვებიც ანუ ვერ გაგიშვებთ სტუდიიდან კარგახანი ისე საინტერესოდ საუბრობთ. ეკა დღეს მოვედი ამ პროცედურაზე. მეორე ჯერ პროცედურაზე როდის მოვდივარ? მეორე დღეს თუ დრო ჭირდება? გიბარებთ. მეორე დღეს არ შეიძლება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ელასტინ სტიმულირება ხდება ნელ-ნელა მიდის ეს კოლაგენის გამოყოფა. ანუ ახალი კოლაგენი წარმოიშვება. ჩვენ თვითონ აი ესეთი მოდუნებული ზოგს აქვს მოდუნებული ცხოვრება, სამსახურები სულ 24 საათი რო ზიან მუშაობენ, აქტიური ცხოვრება რო არა აქვთ. აი ეს შესამჩნევი ხდება უფრო 7 დღის მერე, 14 დღის მერე, 21 დღის მერე ამ კურსის ჩატარებისთანავე ზოგი იძახის მეოთხეზე რომ აუ მოდი რა მეც არ გავიკეთებ იმიტომ რომ მომწონს ეს კურსი უნდა ჩაიტაროს რომ ბოლომდე კი 6 მაინც უნდა ჩაიტაროს რომ აი მერე 2 წელი გვაქვს გარანტია იმისი რომ აი ეს შედეგი შეუნარჩუნდება. აი ეგ მაინტერესებდა რომ რამდენი ხანი ნარჩუნდება ეს შედეგი. 2 წელი აქვს ეს შენარჩუნებული უბრალოდ 2 თვის თავზე მოვა ჩვეულებრივად ისევ გავზომავთ, ვნახავთ რა მდგომარეობაა და ჩაიტარებთ კიდევ ერთ პროცესს. შემდეგ 2 წლის განმავლობაში არის ეს ადამიანი თავისუფალი. შიგადაშეკრა შემოირბინოს და არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ თავიდან 2 თვეზე ადრე არ შეიძლება და მერე 8 თვე. კურსის შემდეგ 2 თვე უნდა გავიდეს, მერე მეორე კურსი და მერე 8 თვე, ხო? ანუ რაღაცა არა, მეორე კურსიც არა, ერთი პროცედურა. ერთი პროცედურა, მეორე კურსი აღარ ტარდება 2 წლამდე, ხო? არა, 2 წლამდე. ნუ აი რაღაცა საოცრებას საუბრობთ მართლა საოცრება. ეხლა საფხულამდე თვითონ უნდა ნახოთ უბრალოდ რა მაგარი აუცილებლად გამოვცდი. ყველავარი ეს ისეთი გამოწვევა არის, რომ ამაზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლება. ნახეთ ეხლა
პირადად ჩემს პრობლემაზე გეტყვით, მოკლედ მე 3 შვილი მივაყოლე ერთმანეთს და საბოლოო ჯამში პლუს 60 კილოთი დავრჩი. ეხლა ჩემი გასახდომი მთელი გადაცემა მაქვს, გოგოებთან ერთად ხდები და მოკლედ დავიკელით 16 კილო, მაგრამ მეც ესე ჩაანსახად ვარჯიშით და ასე შემდეგ, მაგრამ აი ლიმფოსტაზი არის ჩემი პრობლემა და აი თქვენი ხა ეს ვაკუუმი რო ახსენეთ, აი მგონია რომ ესეც დაეხმარება იმ სხვა პროცედურებს იმისთვის რომ კონტურ ვაკუუმთან ერთად თუ ფიზიკური აქტიურობაც აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, წონაშიც აი ძალიან სწრაფად იკლებს. არ გიშლით ხო თქვენ ფიტნესი და აკვაერობიკა პარალელურად ხელს? არაფერი არ გიშლით, ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. უბრალოდ იმ დღეს გახურება არ უნდა მოხდეს ორგანიზმის. მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, ეხლა ამ აპარატის დატესტვა უნდა ყველა ქალს და ყველა კაცს და ყველა არასრულწლოვანს, იმიტომ რომ ეს არ არის ინექცია და შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, ხო? აი პატარა გოგონებს, ვისაც აქვს აი აკნე შემდგომი ნაწიბურები, თუნდაც რაღაცა პრობლემა კონტურის გამოყვანა უნდა და მას რაღაც ასაკი არ აქვს ამ დიდი პრობლემაა საქართველოში კი არა ყველგან ღაღავის პრობლემა. ხო, ეს ზონა ძალიან პრობლემულია. ძალიან დიდი პრობლემაა, რომელსაც აი პირველივე გაკეთებაზე ჩვეულებრივად შესამჩნევი ხდება. ვა, იმორჩილებს. ეს თან არაინვაზიური. შეიბერზე გვაქვს ლაპარაკი, დიახ. კიკი აპარატზე გვაქვს. ჩემ პლატფორმაზე მაქვს 5 თავაკი, რომელიც არის 3, ანუ გამოდის არაინვაზიური და 2 ინვაზიური. ერთი იყო ეს მიკრონიდლინგი, რომელიც შედგება ოქროს წვრილი ნემცებისგან. და გვაქვს აგრეთვე ფრაქსელი, მინდა ამას ხაზი გაუსვა. ეს არის აბლაცია, რომელიც ხდება ზედა კანზე, აბლაცია. ამას პირდაპირ, ანუ ვისაც აქვს ლაქები, ფორები, ძალიან დიდი ფორები, ვისაც აქვს ცხიმიანი კანი, ვისაც აქვს ამათვის სტრეები, ამათვის არის გამოწერილი, რასაც აი დერმატოლოგები პირდაპირ უწერენ ამ პროცედურას. ძალიან მაგარია. აი ეხლა მოდი კონკრეტულად ვილაპარაკოთ, ვინ არის თქვენი პაციენტი? აი მოდით ინვაზიურ პროცედურებზე ვთქვათ. აი ვისაც აქვს აი უფრო აქვს მოშვებული კანი. დიახ. ასაკობრივი, რა თქმა უნდა, არის პაციენტები, რომელიც ინექციებს არ იკეთებს და ისინი მოდიან. დიახ. გასაკეთებლად, იმიტომ რომ ურჩევნიათ, რომ აი სიამოვნებით იწვენ და ეს პროცედურა იარონ ის 6-8 პროცედურა და მიიღონ იგივე შედეგი, რაც ინვაზიურზე ერთ პროცედურაზე ურჩევნიათ. პოსტაკნე ძალიან გავრცელებულია საქართველოში. აკნე ძალიან გავრცელებულია. ძალიან ისეთი ის არის კი თან ახალგაზრდებში ძალიან ისეთი. ეკა ბოლომდე ალაგებამდე მიყავს ამას. ბოლომდე ალაგებამდე მიყავს. მაგრამ ნახეთ, აკნე როგორი რაღაცაა, აკნეს რაღაცა მთელი კურსი აქვს, ხომ მკურნალობის ეკა. ანუ ამ პროცესში უნდა იყოს თუ უკვე განკურნებული და შემდგომ ლაქების ის არის ეს თუ აფეთქების შემთხვევაში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს, ხო? თან აკნეს პროგრამა ამ აპარატს თავისი აქვს რა. დიახ, აკნე, როზაცია. ამაზე აპარატს ვაყენებთ სპეციალური პროგრამა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აპარატი თვითონ გელაპარაკება, ანუ ყველაფერზე აქვს თავისი გრადუსები, თავისი შერჩეული პროგრამები, როგორც ტანზე, ასევე სხეულზე. ასევე სახეზე და ასევე ტანზე. ეს ძალიან მაგარი არის, ანუ მართლა ისეთ რაღაცაზე საუბრობთ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ძალიან დააინტერესებს ეს ყველაფერი. ეკა, აი აქვე უნდა გკითხოთ, რომ თუ გაქვთ სოციალური ქსელი, სადაც შეგვიძლია რომ ანუ ნახოთ თქვენი ნამუშევრები, ამ აპარატის შესახებ ინფორმაცია მოგწეროთ, სად უნდა მოგძებნოთ, როგორ უნდა გიპოვოთ? ტაკა ესთეტიკ სტუდიოში. ესე არის ყველა პლატფორმაზე, ხო? დიახ, ამჟამად ქალი და ჯანმრთელობაში ვმუშაობ. დიახ. მოსაშვილის 8 ნომერში. მოსაშვილის 8 ნომერში. Facebook-ზეც, Instagram-ზეც ყველგან ხართ და რომ მოგწეროთ, ყისიერ პასუხსაც გასცემთ ყველას. რა თქმა უნდა. კარგით, პირველი აუცილებლად გკითხავთ და მე უკვე რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ვერ გაგიშვებთ რეკლამის, მე უნდა დავბრუნდით. პირველადი კონსულტაცია, სხეულის და სახის დათვალიერება, კანის ტიპის შესწავლა, ეს აუცილებელია. ხო, იმისთვის რომ თქვენ ზუსტად მისცეთ უკვე მიმართულება, რამდენი პროცედურა აუცილებელია.
ეკა პირადად თქვენ აკეთებთ ამ პროცედურებს? დიახ, პირადად მე ვაკეთებ. უშუალოდ ამ აპარატთან მხოლოდ თქვენ მუშაობთ, ხო? ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ესე სიღრმისეულად იცით და თან თქვენ რომ უმასპინძლებთ ამ ადამიანებს, უფრო დამაჯერებელია და უფრო მე სიამოვნებით ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და აი ძალიან სიამოვნებს, როცა პაციენტი ადგება და ბედნიერი მიდის. ძალიან კარგი. ეკა, ჩვენ ეხა ვისაუბრეთ, ვინ არის თქვენი პაციენტი და ვინ არის ამ აპარატის იდეალურ შედეგამდე ვინ მივა. აი თუ არის პაციენტი, ვისაც ვერ ჩაუტარებთ ამ პროცედურებს, ვერც სახეზე და ვერც ტანზე და ვინ არიან ესენი და როგორი პაციენტია, ვისაც ვერ მიიღებთ. დიახ, არიან ასეთი პაციენტები სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. როგორც ყველა სამედიცინო პროცედურებს ვერ ჩაუტარებთ, ასევე ვაკუუმ კონტურს და ვერცეთ აქედან ხუთივე თავაკიდან ვერცეთ პროცედურას, ვერც ინექციებს ვერ ჩაუტარებთ. ონკოლო დაავადებულები პაციენტებს, დიახ, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა ორსულებისთვის, ანუ ეს აკრძალულია პროცედურების ჩატარება. ლაქტაციის დროს რა თქმა უნდა არა, ანუ შედეგი არ იქნება. ანუ აფერხებს შედეგის მიღებას, ხო? რა თქმა უნდა, არ უტარებთ, რა თქმა უნდა, ლაქტაციის დროს, კანის დაავადებების დროს გამორიცხულია. ანუ რაღაცა ჩვენებები მაინც არის და ამიტომ აუცილებელია კონსულტაციის მიღება. ეს კონსულტაცია ჩვენთან უფასოა და ყველა შეუძლია მოგბრძანდეს. ეკა, უშუალოდ თქვენ ატარებთ კონსულტაციას თუ სხვა ექიმებიც ატარებენ კონსულტაციას? დიახ, მეც ვატარებ და ქალთა ჯანმრთელობა კლინიკაშიც ატარებენ დერმატოლოგები. და მე უკვე მისამართდება თქვენთან ამ პროცედურებზე, ხო? ძალიან კარგია, ერთი სული აქ ალბათ ჩვენს მსმენელს შევიდეს და ნახოს ახლა თქვენი გვერდი და კიდევ ერთხელ მე გადასამის ბოლოს დავუანონსოთ, სად შეუძლიათ ნახონ ინფორმაცია მიიღონ, დარეკონ და კარგია რომ კონსულტაცია უფასოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა შეუძლია და აქ საშუალება მივიდეს. კარგით, ზაფხული მოვიდა. რუჯის გადასარევი პერიოდი. თქვენს კომპეტენციას და თქვენისთანა ექიმს ვერ გავუშვებ, ისე თუ არ ვკითხე, როგორ უნდა მოემზადოს ჩვენი კანი ზაფხულისთვის, რა შეზღუდვებს უწესებთ თქვენს პაციენტებს, რა არის საზიანო, იგივე ამ პროცედურების შემდეგ, რომ ნათდება ეს კანი და ბრჭყვიალდება, რამ შეიძლება უკან დახიოს ეს პროცედურები. აი რეკომენდაციები რომ მივცეთ ჩვენს პირველი, აი რასაც ვეუბნები პაციენტს, დამცავი, მზის დამცავი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მე მგონი უნდა ესვეს. თუ მუშაობს უბრალოდ კომპიუტერთანაც, ცისფერი გამოსხივებიდანაც შეიძლება სახე დაგვიზიანდეს. არ არის 50-იანი ზოგი იძახის ძალიან მინდა რომ გავშავდე და არ მინდა ეს რომ წავისვა, არავითარ შემთხვევაში გვიბერდება კანი. ეს მოდუნება ხდება, ბევრი ახალგაზრდა გოგო მოდის და მოშვებული, ძალიან მოშვებული კანი აქვს, იმიტომ რომ სოლარიუმიდან არ გამოდიან. აკრძალვა მაქვს ეს, რომ არავითარ შემთხვევაში სახეზე მაინც დაიფარეთ. თორე ზაფხულის წინ ვაკეთებთ ინექციებსაც, რა თქმა უნდა, დატენიანებას, ბუსტერებს, რა თქმა უნდა, რომ იმ სიმშალისგან იყოს დაცული და შემდეგ, რა თქმა უნდა, ზაფხულის შემდეგაც ვიბარებთ, რომ ისევ მოხდეს კანის დატენიანება, რომ რაც ზაგარი მიიღო სოლარიუმებში იარეს, ყველაფერი გამოვასწოროთ. ეს მე მგონი არ აიგზალება საერთოდ არასოდეს, იმიტომ რომ ყველა როგორც აპარატული, ისევე ინექციური პროცედურებსაც ვატარებთ ჩვენ. ესე იგი ზაფხულისთვის კანს მოგვიმზადებ, ეკა, სხვადასხვა პროცედურებით, ამასაც სჭირდება კონსულტაცია, რომ გაიგოთ რა ტიპის კანი გვაქვს, ხო, როგორი მომზადება ჭირდება ზაფხულისთვის და თქვენ თვითონ არჩევთ თუ არა აპარატურული თუ ინექციური თუ როგორი ჩარევა ჭირდება? მე ვთავაზობ რას შესაძლებლობა აქვს ადამიანს იმის მიხედვით, ყველანაირი შესაძლებლობის პრეპარატები მაქვს და ვეუბნები, რომ კარგი იქნება თუ მომყვები გავაკეთოთ ეს. დიახ. აი, მოდის ზოგიერთი და იძახის ეს გამიკეთე, მე მაქვს ჩემი რჩევა. შემიძლია შევთავაზე, რომ ეს არ იქნება კარგი და თუ მოუხდა შენ დაკალს, ეს პრეპარატი საშენო არ არის, თუ დამიჯერებს ანუ მომყვება გავაკეთე შედეგს მიიღებს. შევთავაზებს უკეთეს შედეგს მიიღებს, იმიტომ რომ ყველას აქვს სხვადასხვა კანის სტრუქტურა.
ესე იგი ერთი და იგივე პროცედურა შეიძლება ორ ადამიანს არ მოუხდეს, ხო? არა, რა თქმა უნდა, პრეპარატებზე მაგალაპარაკი. პრეპარატი, დიახ. ერთი და იგივე პრეპარატი შეიძლება ერთი, აი, დაქალები მოვიდნენ და ერთს თუ მოუხდა, მეორე შეიძლება ის არ მოუხდეს. რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს პრეპარატი მაინც, ხო? რაც არ უნდა მაღალ ხარისხზე გქონდეს საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არის კანის სტრუქტურაზე დამოკიდებული. ზოგს აქვს ფორებისკენ მიდრეკილი კანი, ზოგს აქვს უშვებული კანი. ზოგს პოსტაკნე, აკნე, ანუ იმის მიხედვით ვირჩევთ პრეპარატებს. და თქვენ ინდივიდუალურად ყველა ადამიანს მორგებული ესე პრეპარატები გაქვთ, ხო, ეკა? დიახ, პროგრამა. ძალიან კარგი. ეკა, ახლა რაღაცა ეს პერიოდი არის, ბოლო პერიოდი დადგა ესეთი, რომ მაქსიმალურად ბუნებრიობისკენ მიდრეკილი გახდა ჩვენი მთელი ეს თაობა. ნუ მოდური, ტრენდული გახდა ახლა შენი ნაკვთები შენარჩუნება და უბრალოდ მოვლილი ეფექტის მიცემა. რა თქმა უნდა. დაიწყო ეს საქართველოში, თუ ისე ცოტა დიდი ტუჩები და ეს პატარა ცხვირი გვინდა ყველას. მე რა ყველას. თქმა უნდა ბუნებრიობას მოვუხრობი, რა თქმა უნდა და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ოდნავ პატარა ზოგს სჭირდება მართლა ტუჩებზე ფილერი, იმიტომ რომ საერთოდ არ უჩანს ტუჩები, მაგრამ შენარჩუნება უნდა იყოს ბუნებრიობასთან და ამისთვისაა გამოგონილი ეს აპარატი, რომ აი ეს ბუნებრიობა მოხდეს აი ამ ჩარევების გარეშე. აპარატით გადაჭარბება ვერ მოხდება, ხო, ეკა? ვერ მოხდება, იმიტომ რომ ის კურსი რო ჩაუტარდება, ანუ ჩვენ არ ვიბარებთ მერე ზედმეტად იმ ადამიანს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამომრჩა და ამას ვერაფერ ვერ ვაპატიებდი ეხა ჩემ თავს. ყელის ზონა ყველაზე რთულად დასამორჩილებელი. ეხა შემოგხედეთ და ისე პრიალებთ, რომ ეგრევე გამიჩნდა ეს შეკითხვა. მითია, რომ ყელს არაფერი არ შველის ოპერაციის გარდა, თუ არის რაღაც პროცედურები თქვენი ამ ხელა გამოცდილებით, რაც ყელზეც კეთდება. რა თქმა უნდა, არის. ბევრი უბრალოდ ადამიანმა სულ უნდა მიხედოს ყელს. ოპერაციის მერდაც 5 წელის შემდეგ პაციენტები ყავს მაგალითად მოშვებული ყელით. ისე ბრუნდება, ხო? რა თქმა უნდა. გორმონალური დარღვევები როცა გვაწუხებს, საშვილოსნობისაც არ აქვს. ძალიან ბევრი რაღაცეებია ამ ყელთან დამოკიდებული. ადამიანს პირველ რიგში ყელზე ეტყობა. ძალიან როცა იკლებენ წონაში. სახი ხო ჩამოდის დაბლა და რა თქმა უნდა ყელს აწვება ეს ყველაფერი. ყელი ცოტა ისეთი მტკივნეული საკითხია. რთული საკითხია. მტკივნეული ჩემთვისაც რა თქმა უნდა, იმიტომ გავუსვი მტკივნეული ამას. ანუ სახე რაც არ უნდა კონდეს მოწესრიგებული, აი თვალი მაინც ყელისკენ გარბის. გარბის, კი. რა თქმა უნდა. თქვენი ჯადოსნური აპარატი ეხება თუ არა ყელს? რა თქმა უნდა, აურა კარგია. ინვაზიურიც და არაინვაზიურიც. მართლა, ხო? შედეგები ეკა. გადასარევი. კარგი შედეგები გაქვთ. ძალიან კარგია. მაინც აი არ გააჩნია ალბათ ყელის მოშვებულობას რაღაც საზღვარი აქვს, ხო? ალბათ სადაც უკვე უფრო ინტენსიურად ხდება დატვირთვა, თუ ერთი და იგივე პროგრამაა ყელთან მუშაობასაც. არა, ერთი და იგივე პროგრამა არ აქვს. გააჩნია როგორი ტიპის პრობლემებით მოვიდა პაციენტი. უკვე იქ ინექციებს ვახმართ, რა თქმა უნდა. ახმართ მაინც ინექციებს, ხო? კოლაგენ სტიმულირება რო უფრო გაძლიერდეს. ძალიან კარგი. ესე იგი ყელიც თქვენ ხელშია, ტანიც, თავიც, სახეც და მთლიანად შეგვიძლია მოგენდოთ ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, მე მგონი ყველა პრობლემურ ზონას შევეხეთ და ერთადერთი ჩვენი მამაკაცებისთვისაც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ამ აპარატს სქესი არ აქვს, როგორც მე მივხვდი, ხო? მამაკაცებისთვისაც მისაღებია, ეფექტურია და ტანზეც და სახეზეც ერთნაირად კეთდება, ხო? მამაკაცებსაც. არის მოთხოვნა ეკა? რა თქმა უნდა. არის, ხო? ხაბაბი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო, პრობლემური ზონა. კაცებში ძალიან. იცით რა, რაღაცა ქალის სხეული ადულად ემორჩილება კაცის არა, ეგრე არ არის, ხო? სტატისტიკურად როგორ არის? 4-6 თუ გვინდა სახეზე ქალისთვის, კაცისთვის 6-8. 6-8 გასაგებია, ანუ ყველა დავაკმაყოფილეთ დღეს ქალიც, კაციც, ბავშვიც, ახალგაზრდაც, მშრალი კანიც და ცხიმიანი კანიც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეკა. ძალიან ესეთი საჭირო, სწორი ინფორმაცია დროული ზაფხულში მაინც რაღაცნაირად სხვანაირად ვამზადებ ჩვენს ტანს და სახის კანს რუჯისთვის და გახდისთვის, ასე ვთქვათ და დიდი მადლობა რომ ეს აპარატი გაჩნდა ბაზარზე და გაჩნდით თქვენ და მოგვაწოდეთ ესე ღიად რჩევები. მე კიდევ არაერთხელ გელოდები ჩვენთან სტუდიაში. მადლობა დაპატიჟებისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვიყავ. მეც ასევე ძალიან დიდი მადლობა.